ამორტიზებული გზა და უგზოობით გამოწვეული პრობლემები სოფელ ხალაში. ადგილობრივი ხელისუფლებისგან ყურადღებას წლები ელოდებიან, თუმცა ჩვენმა ჟურნალისტმა გაარკვია, რომ მათ კვლავ ლოდინი მოუწევთ. სულხან მესხიძე დეტალებით. ამ გზის გავლა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილითაა შესაძლებელი. ხალას შიდა სასოფლო გზა წლებია ამორტიზებულია. გზის ზედაპირზე არსებული კლდოვანი ქვების შედეგად მანქანის საბურავების ზიანდება. უგზოობის გამო სოფლის ავტობუსი სამის ნაცვლად მხოლოდ ერთ რეისს ასრულებს. ქვევიდან დაწყებული სკოლიდან ეს მონაკვეთი, რომელიც ცენტრალური არის, ძალიან არის ავარიულ მდგომარეობაში. არც მარშრუტკა დადის ნორმალურად, აკეთებს დღეში 3 რეისს, მაგრამ ახლა ჯერჯერობით შეჩერებულია. სანამ არ გააკეთებსო, მანამდე არ დავდივართო. კი, ახლა მე შეიძლება ტრანსპორტი რაღაცა ჩემი ერთი ოჯახზე არ წყდება, კი, მაგრამ დანარჩენი მოსახლეობას ხო არ ყავს ყველა. სასწაულათა გამოსული მწყობარებიდან გზები. ტექნიკა ვითხოვეთ, ზოგი ტექნიკა არ იყო მწყობში, არ მუშაობს. რიც მოვიდა, სალი არ გაგაუთავდა, გაჩერდა ტექნიკები და ასეთ გაწამატიაში ვართ. სოფელში პრობლემაა გაუწმენდავი სანიაღვრე არხებიც. აქ გაწვიმებისას წყალი შუა გზაზე მიედინება. არხებს არ არის და ძალიან წმინდა ტრუბებიც არის და მაგრამ თუ გაწვიმდება, იმ ტრუბაში არ გადის წყალი და გადმოდის გზაზე და ამ გზას შუაზე ასე გაჭრის და მეგონება სპეციალურად გაკეთებულია. ამას უნდა ყველაფერს შეხედვა და გაკეთება უნდა და სოფლისთვის დახმარება. სოფლის უხუცესები გვიყვებიან, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მათთან გამოძახებიდან რამდენიმე საათის დაგვიანებით მიდის. უკიდურეს შემთხვევაში კი 112 პაციენტის სოფლის ცენტრში ჩაყვანას ითხოვს. მე პარალიჩი მომივდა აგე 1-2 თვის წინ. ხო და იმდენი საშუალება არ იყო, რომ სკორია მოსულიყო. და თელი მეორე გზიდან გადაღმიდან აცხაიდან იარა წვალებით იქით აკეთა ისე მოაღწია ჩემამდე. გზის მოასფალტება, როგორც აღმოჩნდა, არც წლის ბოლომდე იგეგმება. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში პრობლემის გაჭიანურებას რამდენიმე გარემოებას უკავშირებენ. მათ შორისაა სოფელში არსებული კარიერი. მოთხოვნა სამართლიანია ნამდვილად, ჩაქვი ხალას მიმართულებით ასფალტის საფარი ზიანდება მაღალი გამავლობის და მძიმეტონიანი კარიერის მანქანების მოძრაობის გამო. ამიტომ ეს პრობლემა დეპარტამენტს აქვს პირველ რიგში დაყენებული. ამისათვის ჩვენ მოვახდინეთ ორმული შეკეთება ამ საგზაო ინფრასტრუქტურის. საგზაო დეპარტამენტი მზადა, როდესაც ეს მძიმეტონიანი მანქანები აღარ იმოძრავებს, მზადა, რომ ეს გზის მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია მოხდეს. ხალაში ქვის მომპოვებელი კარიერის მოწყობაზე ნებართვა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2 კომპანიას მისცა. პრომექს პლუს და გარბოდიორით სოფელში 10 წლით საქმიანობის უფლება აქვთ. სოფელ ხალას ერთ-ერთ უბანთან დამაკავშირებელი ხიდი ადიდებულმა მდინარემ წაიღო. მას შემდეგ ადგილობრივები გარესამყაროს ამ ფორმით უკავშირდებიან.